ეთერში. Შეხვედრა მოსახლეობასთან თბილისის მერობის კანდიდატი სახალხო დემოკრატების ლიდერი ნიკა ივანიშვილი და პარტიის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭელიძე შადბერაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ. კანდიდატები ვაკის მოსახლეობის პრობლემებს გაიცნდნენ და მათ მოგვარებას დაბერდნენ, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, შადბერაშვილის ქუჩაზე არსებული ტერიტორია, სადაც სტადიონი იყო, გაიყიდა და ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს. სახალხო დემოკრატებმა განაცხადეს, რომ არჩევის შემთხვევაში ისინი მდგომარეობას შეისწავლიან და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ. ამის მეპატრონები ვერ ვნახეთ, ზემოთ კიდე მეორე სტადიონი ის ვნახეთ, ისიც გედული ყოფილა, იქაც სახლი უნდა აშენდეს, და ამდენი სახლის მშენებლობა ეს არის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას მთელი თბილისი, არა მარტო ეს უბანი. ამიტომ ყველა ძალას ვიხმარ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. და არ უნდა ვიაროთ დაუშვათ ჩვენ გვალბახთან და გეგეშის ბახთან და ბავშვები იქ არ უნდა ვასწრინოთ, როცა პირიქით იქედან ამოდის ხალხი აქეთ და აქ არის უფრო ეკოლოგიურად სუფთა მდგომარეობა რა. და ვითხოვთ იმას, რომ გააკეთონ სტადიონი, ისევ დაგვიბრუნონ და გააკეთონ სკვერი ბავშვების.